ემიგრაციაზე ალბათ ყველას უფიქრია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ერთხელ მაინც მოსვლია თავში აზრად ქვეყნიდან წასვლა. ხო, აქ არ არის მხოლოდ ჩვენს მხარეს მყოფ ადამიანებზე, ჩვენს ფლანგზე მყოფ ადამიანებზე. იმიტომ რომ ეს რა მძიმე პირობებიც არის დღეს ჩვენს ქვეყანაში, ეხებათ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც მათ შორის. ძალიან ბევრია წასული, ხო? ამერიკაში, მექსიკით არის ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი გადასული ქართული ოცნების მხარდამჭერი. ამ ქვეყანაში კარგად გრძნობს თავს მხოლოდ რამდენიმე, როგორ თქვა, ბობოლა ქოცვის ოჯახი. რამდენიმე ათეული ოჯახი, კი ბატონო, ასეული ოჯახი. დანარჩენები ყველანი ვგრძნობთ რაღაცა ტიპის ჩაგვრას. ეს იქნება ეკონომიკური, ფინანსური, პოლიტიკური და ასე შემდეგ და მრავალშრიანია ეს ჩაგვრა ხო სინამდვილეში. ამიტომ კომფორტული არ მგონია რომ ვინმესთვის დღეს აქ ცხოვრება იყოს. მე ესე გადაჭრით სასახად ემიგრაციაზე, პირდაპირ გაგებით ემიგრაციაზე არ მიფიქრია, მაგრამ მიფიქრია ძალიან ხშირად სასწავლებლად წასვლაზე 1-2 წლით, იმიტომ რომ ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განათლება ძალიან მნიშვნელოვანია. და სულ რაღაცნაირად ხინჯად მაქვს ხოლმე ის, რომ როდის უნდა გავაგრძელო სწავლა. შევაბერდი ამათ და როდის უნდა გავაგრძელო სწავლა. მაგრამ სასწორის პინაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დაიდო მეორე პინაზე. და ეს არის სამშობლო. და ეს საერთო ბრძოლა, რაშიც ვართ. მე იმას არ ვამბობ, რომ ეხლა ჩემი წასვლით აქ ამ საერთო ბრძოლას რაღაც დიდი დააკლდება. არ ვარ საკუთარ თავზე ესეთ დიდი წარმოდგენის და საკუთარ შესაძლებლობებზე. მაგრამ ეს საერთო ბრძოლა რაღაც თვალსაზრისით ძალიან პირადული გახდა ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები, ჩემი კოლეგები, ჩემი ნათესავები, ახლობლები ძალიან დაიჩაგრდნენ ამ ბრძოლაში. ბევრს ძალიან არასწორად, ძალიან ცუდად, ძალიან მტკივნეულად შეეხნენ და ამიტომ ეს ამ ხალხის დატოვება არის ძალიან დიდი დილემა ჩემთვის. ამიტომ ეხა მომავალში რა იქნება, ამაზე გადაჭრით, უბრალოდ ეხა ძალიან მიამიტური იქნება, ამაზე ლაპარაკი, ხო, მაგრამ სანამდე შევძლებ და რა რესურსიც მაქვს, აი ბოლომდე ლიმონივით გამოვწურავ საკუთარ თავს.